აცხადებს ოფიციალურად არც შარშან, არც წელს თორსიტონების ასოციაციისათვის არავის არ მოუმართია. არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც ასეთ ინიციატორს და არც უცხოელ კოლეგას. კითხვები არის ძალიან ზოგადი და ამ წუთში პასუხის გაცემა იქნება ელემენტარულად არასერიოზული. რასაკვირველია იყო მიმართვა, ოღონდ ეს მიმართვა ძირითადად განპირობებული იყო ფიზიკური დაზიანებებით, სხვადასხვა იყო პოლიცია მიმართავდა და იმითი. ცრემლიდან გამაღიზიანებელი აირით მოწამვლის გამო არ მიუმართათ საავადმყოფოში არავის, ვამბობ ოფიციალურ მონაცემს. საქართველოს დაცვენებებისათვის ამითი არ მიუმართა, მიმართვა არ არის. პირველი ნაბიჯი ეს არის, რომ განისაზღვროს რა ნივთიერება იყო და განისაზღვროს რა დოზით იყო. ეს ყველაფერი რაც ახასიათებს, რაც ახლა გავრცელდა და აი ამ თიანიდის ნივთიერებაზე არის ლაპარაკი, ეს საინტერესოა და ყველა ნივთიერებას გააჩნია თავისი თვისებები. აქ ძირითადი არის გამღიზიანებელი მოქმედება. შეიძლება მოხდეს ორგანიზმში ინჰალაციის გზით, სასიკვდილო დოზაც არის შესწავლილი ეს და არის მონაცემები ამის შესახებ. გამგზავების საკითხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად, იმიტომ რომ იქ იმდენად ცვლად იყო ამის შეფრქვევა, რომ იქამდე ისიც კი შეიძლებოდა, რომ ნიადაგიდან და იქიდან აღებულიყო სინჯი და განსაზღვრულიყო.